ნიკა მელიამ თავის მომავალ მოადგილებად არა ოპოზიციური პარტიების რიგითი წევრები, არამედ მთლად პირველი პირები დაასახელა. პარტიების თავმჯდომარეები, რომლებიც მასთან ერთად იქნებიან დედაქალაქის მთავრობაში. თქვენ ახლა ნახავთ, ვის გაუჩნდა პირველად ეს იდეა. როგორ იქნება კოალიციური თბილისი? დედაქალაქის მთავრობის წევრობის კანდიდატები ახალ გეგმებზეც ლაპარაკობენ და წარსულის შეცდომებზეც, რომლებიც აღარ უნდა გაიმეორონ და სხვათა შორის სულაც არ აპირებენ ასე კაფიოდ და ცივად კავშირის გაწყვეტას ოცნების მემკვიდრეობასთან, იმიტომ რომ ის რაც კარგია, უნდა გაგრძელდეს. არის კალაძის მმართველობისას დაწყებული მიმართულებებიც მათთვის, რომელთა გაგრძელებას ისინი აპირებენ და შესაბამისად ამისთვის გამოიყენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ მერიაში, კეთილსინდისიერად აკეთებენ თავის საქმეს და ეს ადამიანები შეძლებენ მომავალშიც იმუშაონ ამ თბილისისთვის სასიკეთო მიმართულებებზე. ნიკა, როგორი ფიდბექია რა სამოწმე? შეუძლებელია უბრალოდ ისეთი დაინგრა, უკეთეს ვერაფერ მოხდებოდა. ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა იყო, მოკლედ. გავდიოდით კოალიციური მმართველობის შემადგენლობას. ხო, იმ წინაღამეს ხდებოდა ეს ყველაფერი. დაახლოებით 10 ადამიანი ესწრებოდა და შევთხელდით, დავჭით რამდენიმე ადამიანი. მამუკა უკეთია პირბადე. რაღაცა მაყლდა ამ ყველაფერში და მამუკა ამბობს პირბადით, მამუკა ხაზარაძე, ხომ არ გავერთიანდეთ ბოლომდე, თავი და ბოლომდე, ნიკა. უცბად სპონტანურად თქვი, რომ მე მზათავა, რომ გადავდგა ეს ნაბიჯი, თუ ამ კოალიცია შემოერთებოდა ლიაკა ხუშტარია და ზურა ჯაფარიც. პირბადე ეკეთა და რამდენად თქვა სერიოზულად ამბობდა, თუ ნახევრად ხუმრობით გაურკვეველი იყო და ვეცი ეგრევენ და მოთხარი მგონი ძალიან მაგარი იდეაა მეთქი. რაღაც ინფორმაცია გავიგე, წავედი მამუკას შევხვდი უბრალოდ, რომ ისგან მომესმინა, მართლა მიიღოს გადაწყვეტილება და ხო, მამუკა მითხრა, რომ თუ მათ შორის ჩემთან მიმართებაშიც ეს იყო, რომ თუ შენც იმ ხარ ამ თამაში, თუ შენც ერთვებიო, მაშინ პირველი პირებით გავაკეთო და ბარემო და მე მაგისთვის მზად ვარო. არ ველოდებოდი, რომ მისგან ეს წინადადება წამოვიდოდა და არ დაგიმალავთ 1-1000 დავაფასე. ერთ შეხვედრა არ იყო, ერთ შეხვედრა იყო, მე ვსვამ ტელეგრამზე. აკეთიკი ცირბილი იყო, მაგრამ ისტორიული ამბავია ეს, რასაც რა გადაწყვეტილებაც მან მიიღო. არჩევნების შემდეგ თუ შეცვლის. გონია რომ კი. შეთანხმდა უბრალოდ არ გაგვეხმაურებინა და ეს პირველ დაიცვა ყველამ საბოლოო ჯამში, არ გახმაურდა ბოლო მომენტამდე. ეთერში ვარ თვითონ და ოღონდ მუსიკა ხო, შევიკრა უნდა. მიყოლები ხარასახელები. ჯერ ერთი გამოვა, მერე ცოტა მოკლეს, მერე მეორე, მერე მესამე. ბოლო მომენტამდე თბილისში 20-ოდე ადამიანმა იცოდა ის, რაც 2 წუთში სცენაზე მოხდებოდა. დანარჩენებმა იცოდნენ მხოლოდ, რომ ინტრიგა დიდი იყო, გამარჯვების ტოლი. ვერანაირი ზალა გამარჯვება. 5 წუთში ვართ ეთერში და გთხოვთ დაიკავოთ ადგილები. დედაქალაქის ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენა ზუსტად 9 საათზე დაიწყო. შოკის ეფექტი ჰქონდა ნიკა მელიას პირველივე მოადგილის დასახელებას. მამუკა ხაზარაძე. პირველივე წუთებიდან ვიბრძენი, რომ გაკვირვება, რომ რატო ვტოვებ პარლამენტს და ეს ხო არ არის ქართული ტრადიცია პოლიტიკური, რომ შეხო კომპლექსების ხალხი ვარ, თუ რაღაცა ყველას რაღაც სტატუსი უნდა და მე ჩემი სტატუსი შექმნილი მაქვს იმ საქმიანობით, რომელიც გაკეთებული მაქვს. ეხლა ერთადერთი ამოცანა რა, რის გამოც მე პოლიტიკაში შემოვედი, არის რომ გავაკეთო საქმე. საიდან გავაკეთებ ამას? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თავარია მივიდე აი ამ დიდი თანაგუნდელების საშუალებით, როგორც იტყვიან, ღუმელთან. ზურა გიჩი ჯაფარიძე. დედაქალაქის მერის მოადგილე. ვიქოთ რომ ხალხი თბილისის მერის მოადგილება ჩემი ბავშვების ოცნება თქო, ნამდვილად არა ჩემი ბავშვების ოცნება. და მართლა მგონია საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის საჭიროა ბევრად უფრო ისეთი ფუნდამენტური რეფორმა, მათ შორის თვითმმართველობის სისტემაც კი თვითონ შესაძლებელია, მაგრამ მე რა იდეებიც ამაქვს არის ის, რომ თუნდაც თბილისის მაგალითზე აჩვენო
რა არის რეალური თვითმმართველობა. ყველაფერი ამ ქვეყანაში მთელი აქტივები, ყველაფერი არის ცენტრალური ხელისუფლების ხელში. მთელი ფულს კრიბავს ცენტრალური ხელისუფლება, მე ანაწილებს უბრალოდ თვითმმართველობას. სანამ ფისკალური დამოუკიდებლობა არ აქვს, სანამ საკუთარი მესაკუთრეები არ აქვს, რომელსაც კერძო საკუთრება გააჩნია და მათი ინტერესები არ აქვს, თვითმმართველობის საუბარი უბრალოდ ზღაპარია. მე ეგეთი იდეებით მივდივარ. მამუკა უფრო აქტიური ჩარევის მომხრე არის ეკონომიკაში, მაგრამ მხოლოდ მამუკა ირაკიც რაღაცა ისეთი ფართო მასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რაღაცები, მაგრამ ჩვენ ვეცდებით რომ ეს ინტერესები შევაჯეროთ. საბოლოო ჯამში კოალიციის მთელი შინაარსის მაგაში არის. ელენე ხოშტარიას, რომელიც ასევე იქნება დედაქალაქის მერის მოადგილე. თბილისი All-Star-ი, როგორც კოალიციურ თანავარსკვლავედს იმავე საღამოს უწოდა Facebook-მა, უდავოდ ეფექტური სანახაობა იყო, მაგრამ რა ეფექტი ექნება მათ მმართველობას ჩვენს ცხოვრებაზე? მთავარი ცვლილებები სოციალურ პოლიტიკაში იქვე დასახელდა. უფასო კვება საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და 100 ლარიანი ყოველთვიური დანამატი ყველა თბილისელ პენსიონერს. თბილისში 275 ლარი აქვს პენსია პენსიონერს და ხა თბილისში ცხოვრების სტანდარტი ყველაზე ძვირი. უბრალოდ არსებობისთვის ილუზიის უამრავი ადამიანი და არ უყურებდნენ თუნდაც სიხარულით როგორ შენდება ხიდები, როგორ იგება ავტობანები, მაგრამ არ ქონდეთ მედიკამენტის ფული. დიახაც, ამ ქალაქში ცხოვრობ ასეთ მეზობლები მეყავს, ასეთ ნათესავები მყავს. ეხლა ვინმეს თუ არ სჭირდება მტკიცება, რომ ჩვენ პენსიის გაზრდის პრაქტიკული მაგალითი მიჩვენებია, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც 11-ჯერ გაძარდა სხვადასხვა დროს პენსია. ახლა დაახლოებით ზუსტად იგივე კითხვა შეიძლება დაესვათ ხომ 2004 წელს წინა ხელისუფლებისთვის, რომ როგორ არის შესაძლებელი 18 ლარიანი პენსია გაზარდოთ 125 ლარამდე. და ალბათ საუბრობდნენ კიდევაც. ხო? და საუბრობდნენ. დათვლილია ყველაფერი. იმისთვის, რაც ქალაქის მერიას 230,000 პენსიონერის დანამატი სასკოლო კვება და 100 წარჩინებული სტუდენტის უცხოეთში სწავლა დაუჯდება, კოალიციურ გუნდს 400 მილიონი ლარი აქვს გათვლილი და სრულიად დარწმუნებულია, რომ თბილისის ბიუჯეტიდან ეს თანხა არამიზნობრივად იხარჯება. მათ შორის ეს თანხები გამოთავისუფლდება ბიუროკრატიის შემცირებით და იმ ხარჯებით, რომელიც ამ ბიუროკრატიაზე იხარჯება. იქ არის ეს მარტო მერიას თავიდანობა მერიასთან არსებული სიპები და აიპები არის და სახელმწიფო შეფასებია, სადაც რავი გადაძეძგილი ყავთ ადამიანებით, რომლებიც რეალურად არაფერს არ აკეთებენ. მე მქონია შემთხვევები, მაგალითად შემიძლია გითხრათ, ონში ვიყავი ერთხელ რამდენიმე წლის წინ ასული და ადამიანი იყო, რომელიც რაღაც მაშინ დაგვიპირისპირდა და მეც არ გამიყვანა და ჩვეულებრივ ვაკელი იყო, ყიფშიზე ცხოვრობდა. უბრალოდ აქ ვარო გაფორმებულია და ოპოზიციის ხალხი ვამოდიან და მეძახიან და ამოდივარ რომ ვიჩხუბოო, თორე ჩვეულებრივ ვაკეში ცხოვრობა ბარათი მაქვს, მომიყვა მე ყველაფერი რომ მერიცხება ყოველთვიო თვის ბოლოს ფული. ეგეთი არის უამრავი, მე ბევრი кейსები ვიცი, 2 ადგილას 3 ადგილას გაფორმებული ხალხი, რომელსაც უბრალოდ ფულს იღებენ და არაფერს არ აკეთებენ. მართლა არაფერს არ აკეთებენ. პირველი, რასაც ზურა ჯაფარიძე გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს. პირველი ისი გაკეთებას მინდა არის ეგ, რომ ბიუჯეტი გავიარო და კონკრეტულად არ შეხარჯება. ამ საუბარი არის 1,200,000,000 ლარზე. ეს არ არის პატარა თანხა და არ არის პატარა თანხა ჩვენერი ღარიბი ქვეყნისთვის. ამას წესით არჩევნების მოგება არ უნდა სჭირდებოდეს. თბილისის ბიუჯეტის დოკუმენტი საჯაროა, მაგრამ მას თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. 5 წუთში უნდა ნახო რა ხდება ორგანიზმი, როგორც აი შენი სახლის ბიუჯეტს. ესე უნდა ნახო რა თქმა უნდა ნახო რა ხდება, შენი ფული როგორ მუშაობს და რაც ყველაზე მთავარია, ალტერნატიული ბიუჯეტები უნდა შესთავაზო მერიას. მე ხა მოვედი რომ თქვენ როგორც დაქირავებული, ესე თქვათ, მენეჯერი მოგემსახუროთ. აი ეს არის თავარი, აი ეს მენტალობა უნდა შევცვალო და არა ის რომ მე მივიდე იქ თანაგუნდელზე და მე გითხრათ აი ესე უნდა იცხოვრო თბილისში. ტრანსპორტი ესე უნდა შეიცვალოს, დილას ადგები და უცბად ტროლეიბუსი სხვანაირად დადის ქალაქში. ისე რომ თქვენ ამაში მონაწილეობა არ მიგიღიათ. შეიძლება ფანტასტიკური იდეაა, მაგრამ როცა არ აქვს მიღებული მონაწილეობა, ეს ქალაქი უცხოვდება შენთვის. მამუკა ხაზარაძეს ჯერა პატარა მენტალური რევოლუციისთვის, როგორიც არის ბოლოს და ბოლოს დავიჯეროთ, რომ თბილისის ფული ჩვენი ფულია და არა არავისი, პატარა ძალისხმევაც იკმარებს. აი თქვენ რომ ხელფას იღებთ, თქვენ ვერაცნობიერებთ რამდენს იხდით ყოველთვიურად, იმიტომ რომ პირდაპირ კომპანია გიჭრით ამ 20%-ს და სხვა გადასახადებს და ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვინდა რომ დავნერგოთ, არის ის, რომ თქვენ ქვითარი უნდა მოგივიდეთ. მესეჯი რომ ყოველთვე ნახოთ რამდენი ფული შედის თქვენი მუშაობიდან ბიუჯეტში. და როგორც კი ამას დახედავთ, სისტემის შესვლაზე კი არა, უბრალოდ ინფორმირება. ყოველთვე როგორც გადასახადი მოგდით ელექტროენერგიის, ისე მოგივიდოთ თქვენი ხელფასიდან, ან თქვენი ქონების გადასახადიდან, ან მოგების ამდენი გადაიხადეთ და აი როგორც კი დაფიქრდებით 3 თვის თავზე გარწმუნეთ, თქვენ იტყვით რომ სად მიდის ჩემი ფული? სად მიდის?
როგორ ხარჯავენ ესენი? 1,200,000 ლარი ცოტა კი არა სამარცხვინოა. 1,5 მილიონი ქალაქისთვის მიაჩნია კაცს, რომელიც სამჯერ მეტ კაპიტალს პირადად მართავდა. ეს ქალაქი იმსახურებს ძალიან მაგარ დონეს ცხოვრების შემოსავალს მაგარი დიდრები უნდა იყვნენ ქართველები და არ უნდა შეგვეშინდეს ამის თქმის და ჩვენ დღეს სიღარიბე შეგვაჩვიეს 1/13 იღებს შემწეობას ამ ქვეყანაში და ბიუჯეტს ავსებს 13%. ეხლა ამიხსენეთ, ეხლა მარტივი არითმეტიკა, ხო 13% ავსებს ბიუჯეტს და 1 მილიონი ადამიანი არის შემწეობა ზე ჩამოკიდებული. ეს აღარ არის შემთხვევითობა, ეს არის შეგნებული პოლიტიკა. მას მთელი შეგნებით ჯერა, რომ თბილისი შეძლებს მოიზიდოს საკმარისი ფული. ამისთვის უნდა დაიბრუნოს რეპუტაცია. ჩვენ ისეთი იდეა, რომელიც ამ ქალაქს გახდეს ეპიცენტრს, ჯერ რეგიონის და მერე სოფლიო ეპიცენტრს, როგორც გახდა ლონდონ სიტი, როგორც გახდა ფრანკფურტის სიტი, როგორც გახდა პარიზის სიტი და მე გეუბნები, სოფლიოში იმდენი ფულია საინვესტიციო და ჩვენთან აღარ შემოდის არაფერი. იმიტომ რომ ქართული ოცნების გადამყიდე ჩვენ არასანდო ხალხია. წადი შენ ქვეყანას მიხედე, ჩემთან რასაქმეა ეუბნები იმ გაერთიანებას, რომელიც გასულდგმულებს 30 წელი, ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობ. რას აღარ გააკეთებენ იქიდან, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უშვებდნენ. კითხეთ მას, ვისაც ეს ეხებოდა და როგორ ხედავენ თბილისის მომავალს დანარჩენებს. ის ხალხი, ვინც ახლა მოვდივართ ნაწილი ხალხის ქალაქის მმართველობაში, დაშვებული გუნდებს, დაშვებული გვაქვს სერიოზული შეცდომები ქალაქის ურბანულ განვითარებაში, მათ შორის მშენებლობის თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ ვართ მოვალეები, რომ ამ ჯგუფებს აუხსნათ, რომ ჩვენ იგივე ძველი მიდგომებით არ მოვდივართ ქალაქში. ქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნა და ჯანსაღ გარემოში რა იგულისხმება? ეს არის კომბინაცია ტრანსპორტის, ურბანული სივრცის, სადაც მშენებლობაც და მწვანეც და ადამიანის ბუნებრივად არსებობის სივრცეც არის დაბალანსებული. შეუძლებელი არის, რომ შენ უბრალოდ სადაც ადგილი შეგხვდება, ყველგან ჩადგა მშენებლობა. ის რაც ხდება, რაც მართლა ურბანული გენოციდი მოხდა წლების განმავლობაში. ამიტომ მთელ რიგ ადგილებში უბრალოდ აიგრძალება არ უნდა იყოს ცენტრალურ ადგილებში ნებისმიერი სიმაღლის და ნებისმიერი ფორმის მშენებლობები. თბილისში, სადაც არის თბილისის მერია, იქ არ უნდა წყდებოდეს ეგეთი საკითხები თბილისის სხვადასხვა რაიონებთან მიმართებაში. გდანში რა როგორ უნდა კეთდებოდეს, არ ვიცი, მშენებლობები იქნება, თუ გზები იქნება, თუ პარკინგი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა პრობლემები, ეს სამბრთალოზე არ იციან. ვინც არ უნდა იყოს მერე მნიშვნელობა, ეს იციან ადგილზე ადამიანები. პლანეტების განვითარება არ არის ბუჩქების დარგვა. მაგალითად, იპოდრომი არის კარგი მაგალითი. იპოდრომი, რომელიც არის ერთ-ერთი უნიკალური ადამიანების საქციელით ბუნებრივად გაჩენილი პარკი, იქ უცებ გადაწყვეტეს, რომ უნდა რაღაცა იაპონური ბაღი გააშენონ. ეს არის ყველაზე არასწორი მიდგომა. არათუ იაპონური ბაღი, იქ უნდა შენარჩუნდეს ის ჯანსაღი და ბუნებრივი გარემო, რომელიც შექმნა ხალხმა. და არანაირი ზედმეტი ბეტონით ჩარევა ამ ადგილს არ უნდა. და რაც თავარია, ყველა გადაწყვეტილებაზე, როდესაც ჩემ მწვანე სივრცეს აკეთებ, აი იმ ხალხს, ვინ თემს, ვინც იქ ცხოვრობს, ყოველთვის უნდა გქონდეთ მონაწილეობის მიღება. ეკოლოგიასაც შეეხება მან ერთადერთი წამალი ჩემი აზრით არის ქვეყნის ზოგადად ეკონომიკური განვითარება. ქვეყნები, რომლებიც არიან ჩვენნაირი ღარიბი, იქ არის ეკოლოგიური პრობლემები. ქვეყნები ეკოლოგიაზე ზოგადად ადამიანები წუხილს და ზრუნვას იწყებენ, მაშინ, როდესაც მათ სხვა პრობლემები აქვთ მოგვარებული. საბოლოო ჯამში ამას სჭირდება ცენტრალური ხელისუფლების ცვლილება, სწორი ეკონომიკური რეფორმების, სწრაფი ეკონომიკის განვითარება, გამდიდრება და მერე მოგვარდება ეგ პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის ის მიტოვებული საბჭოთა სივრცეები, რომელიც ქალაქში უამრავი არის ბევრ სხვადასხვა უბანში, არა მხოლოდ ცენტრალურში. სამგორში არის უამრავი, ავჭალაში არის უამრავი. ამ სივრცეების სარეკრეაციო და ახალგაზრდების სივრცეებად ქცევა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი არის ახლა ეკონომიკის სამინისტროს ან მუნიციპალურ ბალანსზე და ყება უბრალოდ ეს სივრცეებიც. ოდნავ დიდი წვიმა თუ გვაქვს, ქალაქის ქუჩები იტბორება. შეუძლებელია და დაუშვებელია თბილისში გეტბორებოდეს ცენტრალური ქუჩები, სადაც ყველგან არსებობს, ვერდა თბილისელებმა იცოდნენ, ყველგან არსებობს სანიაღვრე არხები, უბრალოდ თბილისის მერია მათ არ წმენს. აი იგივეა, რომ სახში არ გვიდე ნაგავს და ცხოვრობდე იმ ნაგავთან ერთად, რასაც თვეების განმავლობაში გროვდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თბილისისთვის ავარიული შენობებია. 10,000 მრავალბინიანი თუ კერძო სახლი. გადაუდებელი შემთხვევები თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. დიდ ნაწილში კი ქალაქის მთავრობა ერთხელ დანერგილ მოდელს მიჰყვება.
ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე ითვალისწინებდა მონაშენესა და მობინადრეს შორის პირდაპირ მოლაპარაკებას, სადაც გარანტორად ორივე სახელმწიფო უდგებოდა. ფაქტობრივად ეს იყო მოდელი, სადაც ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა და რამდენიმე ასეულმა ოჯახმა ავარიული სახლიდან გადაინაცვლა ახლად აშენებულ თანამედროვე ტიპის ბინებში და ეს იყო წარმატებული მოდელი. ოპოზიციური თბილისი აპირებს ასევე დაზოგოს თანხად ძეგლების აღდგენაში. თქვენი ფული, ჩვენი ცოდნა და კომპეტენცია ეუბნება კოალიციური მთავრობა ბიზნესს, რომელიც მოინდომებს ქალაქის საგანძური დროებით თუ სამუდამოდ გადავიდეს მათ სარგებლობაში. მეც მიხედავს, ნაკლებს გადაიხდის. შევფიქროთ, გარკვეული ტიპის საგადასახადო თუ სხვა შეღავათებიც დაუწესოთ იმ ინვესტორებს, ვინც ქალაქის ისტორიულ ნაწილში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას მოახდენს, იქ ბიზნეს საქმიანობას წარმოიწყებს და ადამიანებს დაასახლებს. ეს ფოტოები თბილისის რკინიგზის მიმდებარე უბნებშია გადაღებული. ავარიული სახლების დიდი ნაწილი სწორედ იქ არის თავმოყრილი. ეს მხოლოდ ერთი პრობლემაა, რასაც სატვირთო რკინიგზის ქალაქიდან გატანა მოხსნის. ამის 60% სამუშაოების დასრულებული იყო და გააჩერეს და აკონსერვეს. დღეს ჩვენ ვიდრე საუბრობთ 2021 წელს თბილისს უნდა კონდეს 3 სანაპირო პრაქტიკულად და არა 2 სანაპირო. მარცხენა და მარჯვენა კი არა, მესამე სანაპიროს ტოლფასი მაგისტრალი რო დასრულებული იყო რკინიგზის შემოვლითი გზა. ამ პროექტის განხორციელებაზე უარის თქმა ეს იყო ქალაქის განვითარებაზე უარის თქმა. დღეს ჩვენ ფაქტიურად ცენტრალურ უბნებზე ქონდა და გვაქვს ისეთი დაწოლა, მათ შორის სამშენებლო ბიზნესის, რაც აღარავის მოწონს და რაც ყველას კრიტიკას იწვევს. ეხლა არის ალტერნატივა, რომ მშენებლობები გაიტანო ქალაქიდან გარეთ და ამაზე არსებობს ურბანისტების მათ შორის მოსაზრება, რომ ქალაქის საზღვრების გაფართოება მშენებლობის თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი და ის არეკრეაციო სივრცეებად უნდა დარჩეს ქალაქის გარშემოთ, ანუ რეალურად ჩვენ ვაჩენთ ახალ ტერიტორიას. რკინიგზის გადატანა თბილისში 400 ჰექტარს ათავისუფლებს. პირველი ეს აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დიდი საქალაქო მნიშვნელობის პარკის, ახალი პარკის მშენებლობას. რკინიგზა ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. ერთი მხრიდან მეორეზე გადასასვლელი გზები ცოტაა და ერთმანეთისგან შორს 4 კილომეტრში. ამიტომაც არის მარცხენა სანაპირო გაცილებით განუვითარებელი, ეკონომიკური და მათ შორის სამშენებლო თვალსაზრისით ვამბობ, ვიდრე თბილისის მარჯვენა სანაპირო. ამიტომ არის გაცილებით პრესტიჟული თბილისის მარჯვენა სანაპირო და გაცილებით ძვირი უძრავი ქონების ფასი, ვიდრე ეს არის თბილისის მარცხენა სანაპიროზე. შუა ქალაქში გათავისუფლებული უზარმაზარი სივრცე ქალაქის აღმოსავლეთ და დასავლეთ გასასვლელებს მაგისტრალით დააკავშირებს. მხოლოდ აეროპორტიდან მომავალი მანქანების ნაკადი რო დავთვალოთ, პიკის საათში 1 საათის განმავლობაში 2000 მანქანა მოაკლდებოდა ქალაქის ცენტრს, ჩვენ რო გქონდეს არსებული რკინიგზის ნაცვლად საავტომობილო მაგისტრალი და მათ შორის მასზე მსუბუქი რკინიგზის ან ტრამვაის დაგეგმარებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებისთვის. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მტკვარზე ბოლოს და ბოლოს აშენდება ის ორი ხიდი, რომელსაც თბილისელები მრავალი წელია ელოდებიან. ვეფხიდან მოყმეს ძეგლიდან სამტრედიის ქუჩისკენ. საცობებს ასევე განმუხტავს ქსნის ქუჩიდან ბელიაშვილზე გადასასვლელი გზა. დისბალანსი გვაქვს ჩვენ, რომ მანქანებს მიაქვს ბევრად უფრო დიდი სივრცე, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საფეხმავლო სივრცეებს. ამიტომ ამ ბალანსის აღდგენა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფეხმავლო სივრცეებისაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად ბოლომდე სუფთა, კიდევ უფრო სწრაფი და კიდევ უფრო ტევადი, რაც თავარია ტრანსპორტის განვითარება თბილისში და ეს არის ტრამვაი. ჭავჭავაძის ახალი მოწყობის გამო რთული სათქმელია, იქნება თუ არა შესაძლებელი მაღლივის ორთაჭალასთან დამაკავშირებელი ტრამვაის მოწყობა, რომელსაც სწორედ ამ გამზირზე უნდა გაევლო, მაგრამ ტრამვაი უსათუოდ იქნება დიდ დიღომში. საჭიროა, რა თქმა უნდა, სწრაფი ავტობუსების ზოლების განვითარებაც, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი, ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ დიდ დიღომს უნდა გაუჩნდეს პირდაპირი წვდომა მეტროს ქსელთან და სანამ დიდ დიღომში არ გვაქვს მეტრო, მანამ მნიშვნელოვანია, რომ ტრამვაით იყოს დიდი დიღომი დაკავშირებული მეტრო დიდუბესთან და რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკითხის უფრო სიღრმისეულ შესწავლას და კვლევას დავასრულებთ უკვე სპეციალისტებთან. თბილისის კოალიციური ჩრდილოვანი მთავრობა შეგვპირდა, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას მათი საქალაქო პოლიტიკის შესახებ. მანამდე კი იღებენ მადლობას თბილისელებისგან იმისთვის, რომ დაძლიეს უკმაყოფილება საკუთარ პარტიებში, მოერივნენ პიროვნულ ამბიციებს, რომ ჩვენს წინაშე წარდგნენ არა როგორც წვრილი კარიერისტები და თამადების უფრის თავში, არამედ როგორც თანამედროვე ლიდერები მრგვალი მაგიდის გარშემო.
გუშინ პირველად მქონდა განცდა, რომ მართლა ძალიან სერიოზული რაღაცა შევთავაზეთ, შევძელით საბოლოო ჯამში ამ მომრჩეველს და მგონია, რომ ამას ისინი დაინახავენ და არჩევანსაც გააკეთებენ. მე რაღაცა საკუთარ პარტიულ ინტერესებზე ზემოთ დავაყენე ის, რომ რაღაცა მურჩხულს ვებძვით ყველა ერთად. მძივი მარგალიტების რო გაგიწყვეტება და მიმოიფანტება ხო ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე რაღაცნაირად ესე აიქინძა და ამა გამოიწვია ხო გძნობები ხა ხალხი რეკავს გარშემო ატმოსფერო გამოიწვია რა რწმენა გაათქეცდა. ამ ისტორიულმა შეთანხმებამ რწმენა გაუძლიერა თავად პოლიტიკურ მოთამაშეებსაც, რომლებიც 30 ოქტომბრის გამარჯვებაზე არნაკლებ ელოდებიან თავისი იდეების, გეგმების შედეგებს თანამოქალაქეების ცხოვრებაზე. როგორც ბეჯითი მოსწავლე დაფასთან გამოძახებას, ისე ჩქარობენ საშინაო დავალებების მიღებას თბილისისგან. როგორც მე თქვენ გიყურებთ, ესე იქნება. აი დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, გამარჯვების შემთხვევაში 1 წლის თავზე მე მზადა ვარ, აი აქ მოვიდე და აქედან მოგცეთ ინტერვიუ და გაჩვენოთ 1 წელიწადში რა გაკეთდება ამ ქალაქისთვის. მე მჯერა რომ ხმას მოგცემ, იმიტომ რომ ასეთი ისტორიული შანსის ხელიდან გაშება არ შეიძლება. ერთი სული მაქვს, ის კი არა რომ მე გავხდე დედაქალაქის მერი, არა. ერთი სული მაქვს რომ მყავს გაახშემო რამდენიმე ადამიანი მეგობარი. პესიმისტურად განწყობილი ადამიანი, რომელსაც აი მინდა დავურეკო. ეს მეგობრო და უთხრა, სპორტული ინტერესი მაქვს, ნახე. 20 ოქტომბერს პირველად თბილისი ნამდვილ ევროპულ დედაქალაქს გავდა. 30 ოქტომბერს ჩვენი ასარჩევია, იქნება თუ არა ჩვენი ქალაქი სულ ასეთი ამიერიდან.